გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახალთ, როგორ? კარგად უნდა იყოთ, კარგად, ძლიერად, მოტივირებულები, სიცოცხლის მოყვარულები და ენერგიულები. ჩვენ კიდევ დავიწყოთ ჩვენი ამბები. ისე გზაში ვართ, კეცავთ, ამჟამად ვიმყოფები საავტოკო და სტრამალებში. ალბათ 1-200 მაილი მომიწევს ასე სიარული და წამოვიდა ფიქრები და მე როგორც ყოველთვის ამ ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, ზოგი იღებს მაგალითს, ზოგი არ იღებს და ვართ ასე ვთქვათ ფიქრების და პროცესების ორ ტრიალში. მგონი ერთი კვირის წინა ვიდეოში რო ვილაპარაკე, ნუ ეხლა ჩვენ ხო იცით რა ქართულ საზოგადოებაში ერთმანეთის დაბრალების და ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმულით მიდის პოლიტიკური ცხოვრება, ხო? ეხლა ცხოვრება, პოლიტიკა ასია, ისია, ყველას თავისი აზრი აქვს. მიდის დაგნარი დისკუსიები, გამათები, შეურაცხყოფები, ნუ საერთო ჯამში ასე რბილად რო ვთქვათ, მიდის პოლიტიკური ცხოვრება. ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი, ნუ ძირითადად ყველა იცახის, რომ უსამართლოდ ხდება ეს ყველაფერი, უსამართლოდ ამაბრალა, უსამართლოდ და მიდის ერთმანეთის შეურაცხყოფელი ბრალდებები. და მე გამოვთქვი ასეთი აზრი, რომ ეს ყველაფერი რომ მორჩეს, შემოიღოს მთავრობამ ცილისწამების კანონი. თქვენ იცით ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ მე გარჩევებში და ასეთ რაღაცებში ძალიან ხშირად მიმიღია მონაწილეობა და ჩვენ ყოველთვის გვერდზე ან კაცი გედგა, ან სიტყვა და სიტყვას ჰქონდა ყოველთვის პასუხი. რაღაც მოქმედებაზე ან ნათქვამზე ჩვენ ვთხოვდით პასუხს. და ეხლა ნუ იგივეა ფაქტია, ხა ქუჩაში თუ პოლიტიკაში თუ საზოგადოებაში ყველა სიტყვა და ყველა მოქმედებას უნდა მოეთხოვოს პასუხი. ეხლა შეიძლება ყოფით სიტუაციაში ან პოლიტიკაში ბოლოს ათვათ, ნუ ცხოვრებაში ხო? გაუწერილი კანონია, რომ ყველა ადამიანმა თავის სიტყვაზე და მოქმედებაზე უნდა აქვს პასუხი. და პოლიტიკაში მე წინა ვიდეოში ვთქვი, რომ მოდი მიიღეთ ეს ცილისწამების კანონი. ადამიანს რაღაცას რო დააბრალებს ან იტყვის, მეორე ადამიანი ეტყვის, რომ გამივტკიცე. და ცილისწამების კანონიდან გამომდინარე, ან სასამართლოში, ან არბიტრაჟში, ან სადმე ამ ფორმას მისცემ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ეხლა თუ 10 კაცი რაღაცას აბრალებს და სანამ სიტყვას ამოიღებს, ეს კანონი იქნება და ეცოდინება, რომ ეს კანონი იმოქმედებს და შენ ნათქვამზე პასუხს მოგთხოვენ, ის ადამიანი გაჩერდება და ადამიანს არ დააბრალებს იმას დამსახურებულს თუ დაუმსახურებულს თუ იმას, რასაც აბრალებს. ნუ ეს პოლიტიკურ და საერთო სივრცეში ასე რომ განვაზოგადო და ზოგადად რო თქვა, ეს ცილისწამების კანონი ამას დაარეგულირებს. და იმ 10 კაციდან მე 9 კი აღარ დაგაბრალებს რაღაცას, არამედ შეიძლება ერთმა დაგაბრალოს და ეს რაღაცა მე მიმაჩნია, რომ ეს ასეთი არასამართლებელი და ასეთი ქაოსი რა ჩვენ სამყაროში ხდება, არა მარტო საქართველოში, ეს უკვე რაღაცნაირად შენერდება. ამაზრის ეხლაცა ვარ და მე მგონი სწორი ვარ და მართალი ვარ და ყოველ შემთხვევაში მე ჩემი აზრი ამაზე გამოვხატი, მაგრამ სამწუხაროდ მაინც მოდის ისეთი კომენტარები, მე ვარ რუსისტი, მე ვარ ისა, ვიღაცის ინტერესებს ვიცავ, ნუ ესე იგი რახან იმის ინტერესი არა ვარ, მაინც რაღაცას მაბრალებენ. ნუ მაგრამ ეს გადავდოთ და ალბათ ამას დრო უნდა. ხო და რატო წამოვიწყე ეს საუბარი? ეხლა დავიწყე ფიქრი რა. ეხლა ცოტა შეიძლება ფილოსოფიური ფიქრიც არის, მაგრამ მე რო გადავხედე, მიმართულებებიც არის რა. არანაირი აზრი არა მაქვს, რომ
პრეტენზია გამოხატო, რომ მე ვარ ფილოსოფოსი და ფილოსოფიურ საკითხებზე ჩემებურ ას გამოხატა, მაგრამ ჩვეულებრივი თუ არა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, ანალიზებს და ამ ფიქრებს და ანალიზებს ჩემ თავსაც და ჩემ აუდიტორიასაც გადმოვცემ. დანარჩენი უკვე თქვენ შეაფასეთ, მეგობრებო, მაყურებლებო, ფოლოვერებო. უბრალოდ ჩვენი არხის უშემატკივრებო. ჩვენი ვიდეო რგოლი სათაურია აზრი და ადამიანი ერთია და ამაზე დავიწყოთ საუბარი. აზრი და ადამიანი. ჩვენ უფლის სწავლება რას გვასწავლის, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი. შექმნა ადამიანი ბედნიერების და სიხარულისათვის. აქვე ადამიანს მისცა გონება, ანალიზის, ფიქრის და საფიქრალი პროცესების. და ადამიანი ფიქრობს თავისებურად, როგორც სამყაროა მრავალფეროვანი, ისე ფიქრებია მრავალფეროვანი. ეს ჩვეულებრივი ლოგიკა. ძალიან ბევრი ფიქრები, მე პირადად ძალიან ბევრი ფიქრები მომდის. ალბათ თქვენ ჩემო მეგობრებო, ყველას ავიდიდით საღამოთი 1000 რაღაცაზე ფიქრობთ და ამ ფიქრებს მერე მოყვება ემოციები, იმიტომ რომ ზოგჯერ როგორაა გამონათქვარი, ადამიანი ის არის, რასაც ფიქრობს. ადამიანი იმას აკეთებს, რასაც ფიქრობს. ადამიანი თუ ბედნიერად ფიქრობს, ის ბედნიერია. ადამიანი თუ ფიქრობს ცუდად, ის ცუდად არის. და რამდენი ფსიქოლოგებისაგან და მეცნიერებისაგან გაგვიგია, რომ ადამიანმა უნდა მართოს ფიქრები, აზროვნება, რომ არ დაზიანდეს. რავი, გონი ყველა ფსიქოლოგი და ყველა მეცნიერი და ყველა ექიმი ამას იტყვის. მაგრამ ამ ფიქრებს მოყვება ემოციები. ეთრი, ჭახე, დადებითად, უარყოფითად ემოციები, რომელიც ძალიან მოქმედებს ადამიანის სიტუაციაზე. ახლა გაბრაზებული რომ ადამიანი ამის გული ცუდად გაუხდეს, თუ კარგხასიათია და კარგი ბედნიერია, ხო? ეს ემოციებს ვიძახი. მაგრამ ემოციები საიდან მოდის? ფიქრები. მაგრამ აქ ახლა მეორე რაღაცა ერთობა. დავინახე მე გაბრაზებული ადამიანი, რომელიც ძალიან ცუდად იქცევა. სიტყვაზე ახლა უხეშად თქვა, იგინება, ვინც სიტყვაობს და უცბად წარმოგიდგება, რომ ეს რახან ეს ადამიანი იგინება, ესე იგი რა ცუდი ადამიანია ეს. ახლა სხვა ვარიანტი შევხედოთ. ადამიანი იღიმება, იცინის, სულ კარგად არის რაღაც გარკვეულ სიტუაციაში, თუმცა ის ადამიანი, რომელიც იგინებოდა, ის გარკვეულ სიტუაციაში ჩავარდა და იმიტომ იგინებოდა. ადამიანი იცინის, იღიმება და შენ უცბად ვფიქრობ, აი რა კარგი ადამიანია. დაინახავ ადამიანი მიდის ქუჩაში და იქიდან რაღაცა ძაღლი დაუყეფა ან შეაშინა და შეეშინა რა ადამიანს, ახლა მე ძალიან ხშირად შემშნები ადამიანის და უცბად შორიდან ვიღაცა უყურეს, ეს რამშიშარა ადამიანი ყოფილაო. დაინახავ მათხოვარ ადამიანს დაძუძრული, დაუბედურებული, სახეზე ეტყობა, რომ ტრაგედიით არის სავსე და თავის პრობლემებიდან გამომდინარე და მათხოვრობს. პირველი აზრი რა მოგივა? ეს საწყალი, ეს გაუბედურებული ადამიანი. სიტყვაზე დაესწრები ლექციაზე ან რაღაცა საინტერესო გადაცემას უყურებ და ადამიანი ლაპარაკობს ისეთ ალაგებურად, ისეთი ჩამოყალიბებულად და ფიქრობ, ვა, რა ჭკვიანი ადამიანია. ხო? ეხლა ჩავიხედოთ, მე რამდენიმე ვარიანტი გითხარი და ასე არ არის. ესე იგი, როგორც უყურებ, როგორც მოქმედებს ის ადამიანი, ანუ აზროვნებს, აზროვნები და მოქმედებიდან ერთად გავაერთიანოთ. შენ უცბად გიყალიბდება აზრი, რომ ახან ეს ასე აზროვნებს, ეს ასეთი ადამიანია. და აი აქ ისმის კითხვა, რითაც დავიწყე.
ადამიანი თავისი აზროვნებით და მოქმედებით იმ თავის ადამიანურ ბუნებას გამოხატავს. აი, თქვენი აზრით მაინტერესებს რა. მე რა თქმა უნდა ვიტყვი ჩემს, მაგრამ თქვენ ამბავში როგორც აზროვნებს ადამიანი, ისეთია ის ადამიანი, აზროვნებს და მოქმედებს, აი ერთად გავაერთია. მე ვიტყვი რომ ჩემი აზრია, შეიძლება მე ვწდები, კი, მე როგორც ვაზროვნებ, ისე მოქმედებ და ისე არის ადამიანი, როგორც აზროვნებ, მაგრამ არ არის სწორი. შეიძლება მე გავითამაშო ისეთი კაი საყვარელი მშვიდობის მოყარი ადამიანის სახე მივიღო, მაგრამ იმ კუთხეში გავიდე და მოგატყუო, ვიაფერისტო, აი აფერისტები ხო? ძირითადად აფერისტები რას აკეთებენ? თავიდან გაგაცნობენ თავს, შეგაყარებენ. შენ იმაში ურთიერთობაში შემოდიან ენდობი და გავა გარკვეული დრო და ეს აფერისტი ისეთ რაღაცას გაგიკეთებს, ისე მოგატყუებს, ისეთ აგაზარელებს, რომ მე გუში ფიქრო, ვაიმე ეს რა ყოფილა. აი, უკვე განსხვავება ნახეთ, ხო? ადამიანი აფერისტობს, ეშმაკობს, მაგრამ ისეთი სახით მოდის და ისეთი იმით მოდის, რომ შიგნით რაღაცა აქ ჩაფიქრებული, მაგრამ გარედან ამ კეთილშობილებას და სიყვარულს გამოხატავს, მაგრამ შიგნით არის ბოროტი, თუ იმას რაღაცა დამიზნებულია, რაღაცა უნდა ჩანაფიქრი უნდა განახორციელოს, რომელიც არავის არ მოსწონს. მარტო მაგას, იმიტომ რომ მას უნდა რაღაცა მოიგოს და რაღაცა მიზანს მიაღწიოს. ან ზოგადად გავცელებული ასეთი აზრი ხო, აი, ორი მეგობარი რაღაც კამათი მოუვა და მე რომ მიდის გარჩევა და მე ამ კაცისგან ამას არ მოველოდი, ეს როგორ იკადრა, ეს რატო გააკეთა, ის სხვა რაღაცას მეუნებოდა, იმან იმდენი რაღაცა გამიკეთა, მაგრამ ამ სიტუაციაში და ხო, გეცნობათ არა ეს სიტუაცია და ისევ ისმის კითხვა რა ხდება? ესე იგი, აზრი და ადამიანი ერთმანეთს ემთხვევა? რა თქმა უნდა, არა, რაც ეხა მაგალითები ჩამოვაყენე და რამდენი მაგალითები. ეხლა ისმის კითხვა კი არა, ზოგადად როგორ არის ხოლმე ლაპარაკი, რომ ხო ეს ცხოვრება თამაშია, ის ადამიანი მსახიობია, მას რო ასე არ გაეკეთებინა, მიზანს ვერ მიაღწევდა, აბა როგორ კიდა რა კიდა გააკეთო და ესეთი გამართლებები მიდის. და ფიქრობ, კაცო, ეს ტყუილია, არ არის ტყუილი და ჩვენ ტყუიზე რამდენჯერ გვილაპარაკია, ეს ტყუილი და ეს ფიქრები უკვე თუ ადამიანი მომზადებული არ ახარ და რაღაცა გამოცდილება არ აქვს, ზოგისთვის ძალიან მძიმედ და მტკივნეულად ხდება, მით უმეტეს ახალგაზრდა რო ხარ განსაკუთრებით. ეხლა ჩვეულებრივი ამბავია, ეხლა ახალგაზრდა კაცი რო ხარ, ახალგაზრდა ადამიანი რო ხარ, თავისებური გამოცდილება არ აქვს ადამიანთა ურთიერთობის და ბევრ შეცდომებს უშვებ, მაგრამ უბრალოდ წარმოგიდგენთ, გადის დრო, 50-60 წლის ხდები და თითქოს ცხოვრების ეური გამოცდილება გაქვს, თითქოს იცი ყველაფერი ადამიანის სული, გული, მაგრამ ზოგჯერ ვახ, ამასგან არ მოვილოდი, ამისგან არ მოვილოდი და ვაიმე რა გავაკეთო, ხო? ასეთი შემთხვევები ძალიან მტკივნეულია, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ რეალობაა, რომ ასეთი სიტუაციები ხდება. ნუ ამდენ მრავალფერო ურთიერთობაში მე მიმაჩნია და არა მე ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ თავარია ადამიანი იყოს გულწრფელი, მაგრამ გულწრფელი ბევრჯერ არ არის ადამიანი, შენ ის ადამიანის გულწრფელი გული უნდა დაინახო, შეიძლება იმ შეცდომაში, იმ ეშმაკობაში, იმ რაღაც გაუთვალისწინებულობაში შენ გულწრფელ ადამიანს ვერ ნახო, ესე იგი ადამიანი თუ გულწრფელი არ არის და არ ამჟღავნებს ამ გულწრფელობას, ესე იგი სხვა რაღაცითაა დაფარული და რა შვებით ამ შემთხვევაში, როგორ კიდე დაუპირისპირდე, მე კაი გაგებით ვიძახი, ხა მე თავში ჩარტყმი და გალანწყვი და გამოლანწყვი არ ვიძახი. აი როგორ კიდე დაუპირისპირდე და ისევ იმ კითხვას უბრუნდები, ესე იგი ადამიანის აზროვნება და ადამიანის ერთია, ერთი მასში შედის. ასე ვთქვათ, ჩარხში კი არა.
არის ერთ აზრში ამ თემაზე მე ხშირად მიფიქრია და ფილოსოფოსები თავისთავად ფიქრობენ ასეთი მიმართულება არის ობიექტივიზმი, არის სუბიექტივიზმი, არის ობიექტივიზმი. სუბიექტივიზმი არის ვიღაცის მიმართულებაზე ხარ და მეორე არის ობიექტივიზმი. ობიექტურიც კი თეთრია, შავია და შენც უკვე ადამიანი ცდილობ რომ ის იყო რაც ახარ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ხდება და ეს პროცესები აი აქედან გამომდინარე ფილოსოფოსები ამათ თავისებურად ხსნიან, გამოსავალს ეძებენ, მაგრამ ის არის რაც არის. ეხლა ეს სიტყვა ის არის რაც არის და გამახსენდა ბიბლიაში როგორ არის რო ეკითხება ღმერთი რო გამოიცხადება იაკოვს ერთ-ერთ პატრიარქს და შენ ვინ ახარო და მე ისა ვარ რაცა ვარ. აი წარმოიდგინე ისა ვარ რაცა ვარ. ესე იგი თვითონ ღმერთი ამბობს მე რაცა ვარ ისა ვარ. ჩემი აზროვნებით, ჩემი ფიქრებით ყველაფერი გადახვეული არ არის. როგორც ქრისტეს იძახი მე ვარ ის რაცა ვარ. და ადამიანი ახლა რეალურად რო შეხედოთ, რასაც ფიქრობს, ის არ არის. კარგია თუ ცუდია, რეალობაა. კი, ჩვენ კი გვინდა ვიყოთ რაც ვართ, მაგრამ შენ თუ ის ახარ, რაც ახარ, სიტყვაზე შენ ხარ მაგალითად წესიერი პატრიოტიანი კაცი და მოხდი საზიზღრებში და მაიმუნებში, სადაც დაქცინებენ, გადაგივლია შენი წესიერები და შენი პატრიოტნებით იმ არაწესიერ ხალხში შენ ჩანაფიქრ და შენ ას ვერ გაიტან. ამიტომ შენ იძულებული ხარ, მე არ ვიძახი, მე არც ვამართლებ და არც ვამტყო, შენ იძულებული ხარ იმ ადამიანების წესით და მოქმედებით იცხოვრო, როგორც ისინი ცხოვრობენ, თორე დაიჩაგრები და დაგჩაგრები. ანუ ვაფშე უნდა წამოხვიდე აქედან. ხო ასეა მეგობრებო, აი არ არის მასე. უცბად მახსენდება ასეთი ექსპერიმენტი გააკეთეს, მე ადრეც ამაკ ნათქვამი, აი 10 კაცი შემოიყვანეს ოთახში და ტელევიზორი დევს. ტელევიზორი და გვერდზე დევს რაიდო ისა დივანი და 10 კაციდან 9 კაცი გააფრთხილეს რომ თქვენ თუ განიშნებთ რომ ტელევიზორ თქვენ კითხვას დავშვავთ რომ ეს რა არის ტელევიზორზე და თქვენ უნდა თქვა ტელევიზორი კი არ უნდა თქვა რომ ტელევიზორი არამედ უნდა თქვა რომ არის დივანი და დივანზე უნდა თქვა რომ არის ტელევიზორი და ერთ კაცს არ უთხრეს და შეიყვანეს ამ ოთახში და ერთ კაცს კითხეს ტელევიზორი არის არა დივანია მეორემ თქვა ტელევიზორი დივანია მესამე დივანი და მე მიადგნენ ამ კაცს მიათეს და ეს უყურებს კაცო როგორ ტელევიზორზე ამბობენ დივანია დივანზე ამბობენ ტელევიზორია ხო და აღარ იცოდა რა იქნა აღარ იცოდა და ამ დროს ხო იცოდა მართლა ტელევიზორი ტელევიზორია და რა ქვია იმას დივანი დივანია და ამანაც ვინაიდან რახან იმ 9 კაცმა თქვა რომ ტელევიზორი არის დივანი და დივანი ამანაც იგივე თქვა ტელევიზორი არისო დივანიო და დივანი არისო ტელევიზორიო რატო გააკეთა ამ კაცმა რა მაიძულა რომ სიმართლე არ ეთქვა აქ ახლა ბევრი ვერსიები მე მეცნიერები ამას ახსენებენ არა პრინციპულობას ან რაღაცა თქვა შეეშინდა ან ჩათვალო რომ არასწორია ან ჭკვიანი ან ბევრი ვერსიებია და საერთო ჯამში რა გამოდის რომ მოითხოვა იმ კაცს მოითხოვა და ეხლა რა ვქნათ ეხლა ეს კაცი დავსაჯოთ თუ არ დავსაჯოთ იმიტომ რომ ითხოვება ტელევიზორზე იძახის დივანიაო დივანზე იძახის რა ქვია ტელევიზორიაო მაგრამ საერთო ჯამში ვინ გავამტყუნოთ ეხლა ვინ არის მართალი ამ დროს რა ქნას ხდებით აი ესეთი ჩახლართული საქმეა მაგრამ ფაქტია რომ მათყუ არა ითხოვება არ ამბობს სწორს მაგრამ რა გინდა რო ხნა არის მათყუ არა თუ არ არის მათყუ არა მაგრამ ის იტყვის რომ მე იძულებული ვიყავი ასე გამეკეთები აბა რა მექნა როგორ მექნა და
თავისებურად გაამართლებს თავის აქციას. და აი ესეა ცხოვრებაშიც. ასეა ცხოვრებაშიც და აი აქედან გამომდინარე რომ ზოგჯერ ადამიანი იმას არ აკეთებს, რასაც ფიქრობს, ანუ იმას არ ფიქრობს, რასაც აკეთებს, ისე და ისე კაცმოყარეობიდან გამომდინარე უნდა ჩავწდეთ და ეხლა ის ტელევიზორზე რომ დივანი თქვა და შენ მატყუარა და შენ მაიმუნო და მიდე დასხო და შენ ესეც არ არის სწორი. არ ჯობია ცოტა ხანი დრო დაელოდო, სიტუაცია დაელოდო და აუხსნა ის სიტუაცია რომ ის მართლა შეცდომაში შეიყვანეს. იმიტომ რომ იმ 10 კაციდან 9 კაცი უკვე გაფრთხილებული იყო და ასეთ სიტუაციაში ჩავარდე და ეხლა მე რომ ვივარდე, აიო შენ მატყუარა რა თქვი, ამით შეურაცხყოფასაც მიაყენებ. ამ დროს მართალია, რა შეურაცხყოფას მართალია, მოითხოვა იმან, მაგრამ სიყვარული და სიწყნარით და სიმშვიდით რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. აი მე ხშირად რომ ვამბობ ხოლმე რომ მე რა ხშირად და თვითონ უფალი გვასწავლის რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ის ადამიანი რომელიც ტყუილშია, შეცდომაშია, ან რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ისე არ იქცევა როგორც ფიქრობს, ან ისე არ ფიქრობს როგორც მოქმედებს, ყოველთვის არის რაღაცა მიზეზი. და აი ეგ უკვე ჩვენ უფალი გვეუბნება რომ კი ის რაღაც არასწორად იქცევა, რაღაც შეცდომით იქცევა, შეიძლება რაღაც მაგრამ დრო მიეცი რომ შენ იმ მომენტში შენი ემოციური ფონი როგორ ეხლა ადამიანმა მომატყუა ცუდად იქცევა და მე დავსხვა არაფერი ცოტა დაელოდე წყნარად უთხარი გაარკვია სიტუაცია უთხარი რომ ის ტელევიზორი და ის სპეციალურად არის გაკეთებული და ეხლა მაგალითად მომყავს და ასეა ცხოვრებაშიც ადამიანი რაღაცას რო აკეთებს ყოველთვის რაღაცა მიზეზი დგას ეხლა რა თქმა უნდა ადამიანი ღმერთი არ არის როგორც უფალი გვეუბნება მე ვარ ის რაცა ვარ რა თქმა უნდა ეს თუ გააკეთე რა ჯობია მაგრამ გარემოებიდან გამომდინარე ის გარემოებაც კი არ ვიცახი რომ გასამართლებელია და იმიტომ იქცევა ცუდად რომ ასეთი სიტუაცია იყო ხო მივხვდით რა მეგობრებო ეხლა ბევრ რაღაცას ლაპარაკობენ აი მაგალითად ეხლა კომპანია რო აი სტალინს ამართლებენ ეხლა უსმენ ხოლმე მე მოგეხსენებათ ყველაფერს უსმენ ეხლა მიდის კომპანია რო აი სტალინი ხო ეხლა მაგარი კითხვა ადამიანია ხო და სტალინმა ეხლა ყველა ვიცით რომ სტალინის მმართველობის დროს მილიონობით ადამიანი დაიღუპა მილიონობით ადამიანი ციხეებში ჩალპა და გულაგებში და რაღაცეები და ამ დროს გამოდიან ადამიანები და ამართლებენ სტალინს იცახი ის ტელეფონი დამირეკა და ხო და სტალინი იყო მორწმუნე ადამიანი და მან აღადგინა ავტოკეფალია კი აღადგინა ეკლესიების სემინარიებით ჩართო ისა გახსნა კი მაგრამ ეხლა მეორე კითხვა რატო გააკეთა ეს რატო იქნებ იძულებული იყო და სხვა გზა არ ქონდა და პოლიტიკური გეოპოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე იმიტომ გააკეთა ეს ყველაფერი ან შეიძლება მართლა დაიჯერა ღმერთის მაგრამ რა უყოთ იმ ათასობით ადამიანს რომლებიც მილიონობით ადამიანი დაიღუპა და გაუბედურდა მის მმართველობის დროს ეხლა კიდევ ასეთი რაღაცა ეხლა ერთ-ერთი ველი იძახის ბლებიას გამოყოფილი ბლები რო არიან ჰიტლერმა დაპყრობა რო დაიწყო იმისიო რა ქვია რუსეთის ტერიტორიების აღებაო იქო ეკლესიების გახსნა დაიწყო და სტალინმა იძულებული გახდაო რომ თუ ეხა ჰიტლერი ეკლესიებს ხსნისო მე როგორო ჩემ ქვეყანაში ანუ რუსეთის ტერიტორიაზე არ უნდა გავხსნო და მე დაიწყო ეკლესიების აღდგენა ეხლა რო დაფიქრდე თითქოს მართალია მაგრამ მართალია აი ფაქტები ამხელა ვერსიებია მაგრამ ისე და ისე რა უყოთ იმ ამბავს რომ ამდენი მილიონობით ადამიანი დაიღუპა თუმცა არიან ამართლებენ რომ სხვანაირად ასეთი მართლობა რო არ გაეკეთებინა და ასეთი მეთოდებისთვის არ მიეღო ქვეყანას არ ეშველებოდა ნუ საჭირო იყო რკინის ხელი და რკინის როგორც მართავდა ქვეყანას და ისმის კითხვა რასაც ვითი დავიწყეთ სტალინი რასაც ფიქრობდა ის ადამიანი იყო თუ რასაც მოქმედებდა იმას ფიქრობდა ამიტომ ნუ ეხლა ის ცნობილი ამბავი მაგრამ არა მარტო სტალინი მაგრამ ჩვენ გარშემო გადავიხედოთ გამოვიხედოთ
როგორ არიან ადამიანები გაყოფილი ფიქრებით და მოქმედებიდან გამომდინარე და ისე და ისე უბრუნდები ყველაფერს აქვს თავისი დრო და რისკები საუბარი რომ ისე უმაღლესი სწავლება ყველაფერს აქვს თავისი დრო გააზრების მოქმედების შეიძლება გვიან შეიძლება ადრე მაგრამ ერთის და ღვთაებრივი სიყვარულით უნდა მიუდგეთ ყველაფერს და აქვე გავეცი ამ ჩემ ფიქრებზე პასუხი ღვთაებრივად უნდა მიუდგეთ საქმეს კი მე შეიძლება ადამიანის ის აზრები და რასაც ხადაგებს იმას ვერ ვიტან იმიტომ ცოდვილია მაგრამ ამით შევაფასო ის ადამიანი არ მიმაჩნია სწორად იმიტომ რომ თვითონ ადამიანები ერთის მიერ არის შექმნილი და ჩვენი ფიქრებიც უკვე ცოდვილი თუ არა ცოდვილი სწორი თუ არასწორი გეოპოლიტიკური თუ არა გეოპოლიტიკური ყველაფერი რაღაც გარემოებიდან და იქიდან არის დამოკიდებული თუმცა ეს გარემოებაც არ არის გასამართლებელი უბრალოდ დაფიქრების და გაანალიზების საშუალება გვეძლევა და რა ეხლა რომ თავი არ შეგაწყინოთ ისე და ისე უბრუნდები ყველაფერს აქვს თავისი დრო იმ დროში გაანალიზების საშუალებას გვეძლევა მერე სწორი მოქმედების და უბრალოდ და მარტივად უნდა ვიყოთ ღვთაებრივი სწავლების მატარებლები ღვთაებრივი სწავლა არის წიგნი ბიბლია გამოცდილება ის ყველაფერი კარგი და ღირებული რაც ვარიანტი არის ყოველთვის ჩვენ გარშემო ღირებული ტრიალებს უბრალოდ ცოტა პატარა ასე ვთქვათ ტვინის განძრევა დაგჭირდებათ ენერგიის დახარჯვა და ყველაფერს უნდა ჩავდეთ ისეულად ლამაზად და კარგით მეგობრებო ესეთი ფიქრები გაგიზიარეთ და ალბათ კომენტარების სახით თქვენი აზრების გამოთქმის სახით დაწერთ გამოხატავთ თქვენას და საფიქრალი მოგვეცემა არა და ცხოვრება ლამაზია კარგია და ესიც ვიცით რომ ღმერთი არ მოგცემს ისეთ პრობლემას და გადასაჭრელს საკითხს რომ ჩვენ ვერ გადავჭრათ ისე და ისე უბრუნდები იმას რომ პატარა ცოტა დაფიქრება ჭირდება კარგი და მეგობრებო დაგემშვიდობებით იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში